გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშვა. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. სვანეთში მულახის თემში სოფელ ლახირში ვიმყოფებით იესოს ტაძართან, სადაც მრავლად ცხოვრობენ იოსელიანები. ეხლა ქალბატონ ლანა იოსელიანს შევხვდებით, რომელიც მისი გვარის ისტორიას მოგვითხრობს. გამარჯობა ქალბატონ ლანა. გამარჯობა. იოსელიანი ვზანდებით. დიახ. თუ შეგიძლიათ მოვიტყვით, როგორ მოხდით სოფელ ლახირში, მულახის თემში იოსელიანები? იოსელიანები, როგორც გადმოცემა გვეუბნება, თავდაპირველად შესაძლოა ცხოვრობდნენ ლატაში. რო ცხოვრობდნენ, ეს ნამდვილად ვიცით, მაგრამ დასაწყისისთვის ვამბობთ ამას. იქ არის ყოფილა ჩვენი საგვარეულო კოშკი, ძლიერი ციხესიმაგრე და ძლიერი მოსახლე ოჯახი ყოფილა. მაგრამ იქიდან მოუწიათ იძულებით წამოსვლა, რასთან დაკავშირებით იყო ეს წამოსვლა. ერთ-ერთ იოსელიანს ყოლია აკლის დანიშნული, რომელიც შემდგომში რო წამოიზარდა, უკვე იყო შეზღუდული შესაძლებლობების და მაგი რა თქმა უნდა იუკადრისა და უარს ამბობდა მის ცოლად შერთვაზე. ეს რა თქმა უნდა ეს მაშინ სერიოზული საკითხი იყო, დანიშნულზე უარის თქმა შესაძლებელი იყო, რომ აქ საქმე დაპირისპირებამდე წასულიყო, სისხლიან დაპირისპირებამდე და ამიტომ როცა შესთავაზეს ცოლის მოყვანა და მან უარი განაცხადა მაგაზე, აიძულებდნენ უკვე ზეწოლას ჰქონდა აქ ადგილი, რომ მაშინ ან დაეტოვებინათ სოფელი ლატალი, ან და გამოეცვალათ საერთოდ გვარი. ანუ ისეთ პერიოდზე ვსაუბრობთ, როდესაც აკვანში ნიშნავდნენ. დიახ, აკლის დანიშნულებზე არის აქ საუბარი. თავიდან ეს ამბავი იწყება ამითი და შემდგომში უკვე როდესაც სრულწლოვნები გახდნენ, თავისთავად ხდება ეგ ამბავი უკვე. და ბოლო-ბოლო იქამდე მივიდა საქმე, რომ მაინც უარყოფდა და არ მიიღო მათი წინადადება, იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა იქაურობა სოფელი ლატალი. შემდგომში იქ ვინც დარჩნენ იოსელიანები იყვნენ კიდევ მოსახლეები, იმათმა გადაიკეთეს გვარი ხვინთელანებად და დღემდე ესე არიან. იოსელიანები, ხვინთელანები არიან ძველი იოსელიანები. შემდგომში ასევე გვაქვს კვალი იოსელიანების ნაცხოვრებზე მესტიაში, არის საგვარეულო კოშკი მესტიაში და არის ცნობები იმის თაობაზე კიდევ რომ იქ იყო აშენდეს ეკლესია. ოღონდ დასაკონკრეტებელია უშუალოდ რომელი ეკლესია იყო, შესაძლებელია იქ ფერისცვალების ტაძარი არის, ან შესაძლებელია დანგრეულია და ამჟამად აღარ არსებობს ეს ტაძარი. უბრალოდ გამოკვლევები გჭირდება მაგაზე, კვლევები უფრო მეტი, რომ დავაზუსტოთ კონკრეტულად რომელი ტაძარი იყო. და ამის შემდგომ ინაცვლებთ ამის შემდგომ მესტიის შემდგომ უკვე ვინაცვლებთ მულახში, ლახირში კერძოდ, ლახირი ეს არის უკვე არც კი არა გვაქვს ცნობები კონკრეტულად რომელ საუკუნეში, ეს არის ძალიან ძველი ამბავი, ძალიან ადრე წამოსულები და კონკრეტული ცნობა იმის თაობაზე თუ რომელ საუკუნეში იყო, რა დრო იყო ეს, რა პერიოდი იყო, მაგის თაობაზე არა გვაქვს ჩვენ ცნობები. მაგრამ გვაქვს ცნობები, რა მდგომარეობა იყო ამ პერიოდში მულახში, ლახირში კერძოდ. აქ ყოფილან სამი უძველესი გვარი იოსელიანების ჩათვლით. ესენი არიან სავანები, ბაბლუანები და იოსელიანები. საკმაოდ ძლიერი გვარები ყოფილან სავანების და ბაბლუანებიც, მაგრამ აქ როგორ ახერხებენ თანაცხოვრებას და როგორ შემოდის ეს იოსელიანების გვარი ისე რომ აქ იმკვიდრებს თავისთვის თლიანად სოფელს, ეს მართლა საინტერესოა. შეიძლება და არ მიიღო სოფელს და არა გვაქვს აბსოლუტურად არანაირი ცნობა მაგაზე როგორ მოხდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ვიცით რომ ეს სამი გვარი არსებობდა. იოსელიანები არის ძველი გვარი, მე-14 საუკუნიდან უკვე იხსენიებიან მემატიანეებში.
და ეს სავანები, ბაბლუანები, როგორც ძლიერი გვარი წყდება ორივე გვარი სამწუხაროდ და რჩებიან მარტო იოსელიანები და იოსელიანების არის მე როგორ ახერხებენ აქ თავის ასე ძლიერად დამკვიდრებას არ ვიცით. უბრალოდ ბევრი მოსახლეობა კომეცხოვდა იოსელიანების სამსახურში. ეხლა ვიცი უბრალოდ. კი, ეხლა ბევრი როგორც ასეთი სიმრავლით არ ხასიათდება ეგ სოფელი. პატარა სოფელი იყო თავიდანვე, მაგრამ უმეტესობა იყო, რა თქმა უნდა, იოსელიანები, ძირითადი მოსახლე იყო იოსელიანების და აქ ხლა იოსელიანების ხდება სახნავ სააძოვრები, სათესი ყანები, ხე-ტყე რაც მთავარია, რომელიც ტყის გარეშე აზრი არ აქვს ცხვანეთში ცხოვრება საერთოდ და ძირითადი მიწები არის მისი უკვე თვითონ ხდება ამ ყველაფრის მეპატრონე და მკვიდრი აქაურობის. ასევე აქაც არის ტაძარი ნახავდით შემოსავლის ცენტრში რომ არის პატარა ტაძარი, ქრისტე ქვია იმას, იმ ტაძარს და ეს ყოფილა იოსელიანების ძველ შესალაგი და აი ეს ცენტრი რაც ნახეთ თქვენ და შემოიარეთ, ეს არის ძველი სასაფლაოები. ანუ სასაფლაოებიც მათი ქონდათ უკვე და ცხოვრობდნენ როგორც წარჩინებული და ძლიერი გვარი, მაგრამ ცოტა შემდგომ პერიოდში არიან აქ ამოსულები ოლახში. ალბათ შემდგომ პერიოდში, ნუ არ ვიცით ტაძარი რომელიც საკუთრით არიდება, ვერ გეტყვით, არ არის არანაირი გადმოცემა არაფერს არ გვეუბნება და ქალბატონო ლანა, თვითონ სიტყვა იოსელიანი, იოს რას ნიშნავს, საიდან მოდის? უშუალოდ მე არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით წარმოები წაკითხული, მაგრამ მე როგორც ვიცი და გამიგონია, იოსელიანი არის სიტყვა იესოსთან უშუალოდ დაკავშირებული. სიტყვა იესოდან ასე შეიძლება და იოსელიანი გერათა შეცვლით მოხდა ალბათ რაღაცა მცირეოდენი ცვლილება სიტყვაში და ეს ინტერესია იესოდან როდესაც მოდის შემოგვარი სამაყოვარი ეს ყველაფერი. მორყვამები შემოჩნდით სოფელში, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის. რამდენი მორყვავს ფლობდნენ იოსელიანები და ეხლა რამდენი ფლობავს? ძირითადი იყო იოსელიანების შემოდგენობაში, ეხლა ძალიან მცირე რაოდენობით არის, მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა გარემოებების და მიზეზების გამო ხდებოდა მათი გაყიდვა, სახლის გაყიდვა, კოშკებიანად და სავარაუდოდ მეტი წილი იყო იოსელიანების. შემდგომ სხვა გვარებიც არიან უკვე და სხვა გვარებიც ფლობენ ამჟამად. მაგრამ თავდაპირველად გაყიდული აქვთ სამწუხაროდ იოსელიანების სახლები და კოშკები. ქალბატონო ლანა, ტაძრები ვახსენეთ, რომლებიც იოსელიანების გვარს უკავშირდება. სასულიერო პირები თუ იყვნენ იოსელიანები? კი ბატონო, იოსელიანები მრავლად არიან როგორც საერო მოღვაწეები, ასევე არიან სასულიერო დარგი ტაძრი, რომელიც ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. დღესაც ყავს მონასტერში ეკლესიის ღვთისმსახურები და ერთ-ერთი მათგანი იყო ყველაზე ცნობილი მაღალი იერარქი იონე ხუთათერ გაენათელი ეპისკოპოსი იონე იოსელიანი, რომელიც გელათის ტაძრის შესასვლელში არის დაკრძალული. ომის გმირების შესახებ რას გეტყვით ცნობილი იოსელიანებზე ამ ტიპში? იოსელიანებს ყავთ ომის გმირები, ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი დიდი ბიძა იაროსლავ იოსელიანი, რომელიც იყო პირველი რანგის კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი, წყალქვეშა ნავების კაპიტანი. მას ასობით და ათასობით ყავს გერმანელები დახოცილი და სპეციალურად ნადირობდა ჰიტლერი მასზე და მისი დაჭერისათვის ჰქონდათ ჯილდო დაწესებული, მაგრამ საბედნიეროდ ეს ვერ მოახერხეს და არ გაუმოხდათ. იაროსლავ იოსელიანი საცხარი და კავკასიის ომში ბატონი ავთო იოსელიანი გმირულად დაღუპული, რომელმაც თავისი სიკვდილით თანამებრძოლები გადაარჩინა სიკვდილს და ახალი დაბრუნებული იყვნენ პოზიციები და საბრძოლო პოზიციები და ნიუ შტაბში მოხდა ეს ამბავი და გმირულად დაიღუპა, ამ დროს გადაეფარა, თვითონ გადაეფარა იმ გასლილი ვულკანს და ესე გადაარჩინა თანამებრძოლები სიკვდილს. ეს ისტორია ბევრჯერ მოხსნილი, მაგრამ არ ვიცოდი თუ იოსელიანი იყო. ეს ამბავი მოთხრობილი აქვს ერთ-ერთ აფხაზ ტყვეს, რომელიც იმ წუთას ყავდათ იქ შემოყვანილი. ფიცის კაცებზე რას გეტყვით?
იოსელიანებზე? ფიცის კაცებში ერთ-ერთი შედიან იოსელიანები, ერთ-ერთი გვარი არის, რომელიც ფიგურირებს ამ ფიცის კაცებში და მათ ერთგულება შეფიცეს მეფეს და იყვნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მართლაც მეფის ერთგულება. საამაყო ცნობილ იოსელიანებზე რა გქონდა? საამაყო ცნობილ იოსელიანებზე მცირეოდენს გეტყვით. ერთ-ერთი ჩვენი დიდი მოგვარე და წინაპარი იყო ეზია იოსელიანი, რომელიც მსახურობდა მეფის კარზე. იოსელიანებს ზოგადად მეფის კარზე ეჭირა სხვადასხვა თანამდებობები სხვადასხვა დროს, მაგრამ ეს არის უშუალოდ სოლომონ მეორის ეპოქა და სოლომონ მეორემ უბოძა იოსელიანებს ერთგული მსახურებისათვის ტახტის აზნაურობა. არაჩვეულებრივი აზნაურობა, არამედ ტახტის აზნაურობა, რომელიც ნიშნავდა, რომ იყვნენ მეფის გვარდიელები. ამის გარდა ერთგული სამსახურისათვის სოლომონ მეორემ უბოძა მათ სამეფო აგარაკები წყალტუბოში, საუკეთესო ადგილები და ასევე საგვარეულო სიწმინდეები, სადაც არის ქრისტეს სისხლი, ღვთისმშობლის ფარდა და 12-მდე სიწმინდეა, წმინდა კოზმას და დამიანის სიწმინდეა, წმინდა მარინის სიწმინდეა, სადაც 12-მდე სიწმინდე არის და რომელიც ინახება სოლომონ მეფის მიერ დართული ტექსტით, რომ ეს არავინ არ წაართვას და არ შეიცვალოს ადგილი ამ სიწმინდე, რომელიც დარჩეს უგულისამდე იოსელიანებთან, როგორც მათი კუთვნილი სიწმინდე. ეს საინტერესო ისტორია. თანამედროვეობაში რა გქონდა? გამოჩენილი იოსელიანების შესახებ. თანამედროვეობაში ცოტა წინ წავალ და ყველა იცნობს პლატონ იოსელიანს, საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოს პლატონ იოსელიანს. ასევე ბატონი ოტია იოსელიანი, საშა იოსელიანი, არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა სამწუხაროდ, ასევე იოსელიანები იაროსლავ და ავთო იოსელიანებზე ვისაუბრეთ. ბატონი ავთანდილ იოსელიანი დაზვერვის სამსახურის უფროსი გენერალი. ძველებიდან სვანეთში გავიხსენებ ნაშუ იოსელიას და 1-2 სიტყვას სიტყვით ვახსენებ ბიტი იოსელიასაც. საინტერესოა ვფიქრობ ნაშუ იოსელიანის ისტორია. მაინტერესებს. ნაშუ იოსელიანი ყოფილა უშუალოდ ჩვენი დიდი წინაპარი. 9 ტყუპის ცალთაგანი ყოფილა, 9 ტყუპი დაბადებულა და ესეთი რა ვიცი ტრადიცია არსებობდა თუ რა საცერში ჩაუსვიათო ეს პატარა ტყუპებია და რომელიც იქიდან ამობობდებაო, უფრო ძლიერი შეეძლო ალბათ იქიდან ამობობდება, ის გადარჩებაო. ამობობღებულა ეს ნაში იოსელიანი და მისი ნაშიერები ვართ უკვე იქიდან იმის მერე გაჩენილა ჩვენი შტო და ვინ იყო ნაში იოსელიანი? ნაში იოსელიანს ყავდა თავისი სვიმრა არის ჯარი და ასევე მათ სვიმრაში შედიოდა საჯული, 12 მსაჯული. ეს სვიმრა, ჯარი თავისი ქვედა სოფლებში ყოლია ერთ-ერთ სოფელს, რომელიღაცას და მეორე ყოფილა ლახი. დანარჩენი ასეთი შემთხვევები ისტორიაში არ ფიქსირდება. ის ყოფილა ძალიან გავლენიანი, ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანი. იოსელიანები ყოფილა სხვა ხმის ტემპი ქონია ძალიან ძლიერი ისეთი რომ თიდან სახლამდე გააგონათუნე ეს ყვირილი რომ საქონელი არის ყანაშიო და ეს გაუგონია გზად მიმავალ იმას დადაშქელიანს რომელიღაცას და უკითხავს გაუცებულს ვინ არისო ეს და ეს არის იოსელიანები არიანო ესენიო და იოსელიანები მაშინო ყმად ვერ გავიხდითო და იოსელიანები კი არა ესენი მურღლიანები არიანო ანუ მოღრიალეებიო და მურღლიანები ქვედა სოფლებში ცხოვრობენ ებოეჩოა თუ ეცერი და იმის მერე დარჩათ იმათაც ისა მურღლიანები გვარა და იოსელიანობენ ისე კი. ქალბატონლანა, მულახის თემის გარდა კიდევ სად არიან გამრავლებულები იოსელიანები? სვანეთში, კონკრეტულად სვანეთში ლახირის გარდა მულახში არიან სოფელ მუჟალში, ლახირიდან გადასულები. დანარჩენი სვანეთში არ გვხვდება ეს გვარი, ქვემო სვანეთში ლენტეხში არიან მუსელიანები, ისიც მოიაზრებიან იოსელიანებად. და დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ყველგანობს მიტოვა. წყალტუბო, აფხაზეთი, იმერეთში იყვნენ სხვადასხვა ქალაქებში, აღმოსავლეთში, ფერეიდანში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის და
ჩვენ დავიძრებით მულახის თემიდან და სხვა სოფლებში ნახავთ იოსელიანებს ადრიან დასახლებულები და გამრავლებული. მულახიდან, ლახირიდან გელათის მონასტერში ჩამოვედით. აქ არის დაკრძალული ეპისკოპოსი იოანე იოსელიანი და მისი ცხოვრების შესახებ დეკანოზი იოანე იოსელიანი მოგვითხრობს. დაგლოცეთ მამაო. დეკანოზ იოანე იოსელიანს ვესწავლეთ. თქვენი მოღვაწეობის შესახებ რამდენი წელია მამაო გაცვსახურებთ? მე ეხლა 27 სექტემბერს დიდება მაღალთაში ნამდვილ საქმეზე მშვიდობა და გასტაშოვის სარტყელება. მადლობა მობრძანებისთვის და ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის, რომელსაც ჩვენ ჩავწერთ ძისნებით. ჩვენი გვარის, ისტორიული გვარის იოსელიანების შესახებ და კერძოდ ჩვენი დიდი სასულიერო პირის ეპისკოპოსი იოანე იოსელიანის შესახებ. მე მსახურობ 27 სექტემბერს ვართამაღლების დღესასწაულზე გახდა 35 წელი, რაც სასულიერო პირი ვარ. ამ 35 წლის მანძილზე მაქვს მხოლოდ აი პირველი სასულიერო პირის მსახურება ჩემი გაიარა ქუთაისის ხარების ტაძარში. შემდეგ ბოლო 34 წელი, 34 დაიწყო ახლა, გავატარე გელათის მონასტერში. ამ დიდებულ მონასტერში, დიდებულ სასულიერო პირებთან, დიდი მღვდელმთავარი ყავდა, მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი. ქონდა პატივი მსახურება გამეწია მამა იოსებ ბურჯანაძის გვერდიგვერდ. ჩვენ ერთად მოვდიოდით ცხეთის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები და პატივი მქონდა მამა ნიკოლოზ პიტნავასთან ერთად არქიმანდრიტთან. მე მსახურა გელათის მონასტერში. მონასტერშიც მამა გაბრიელთან სხვა ქონიათ. კი, როგორ ვქონია, მამა გაბრიელი ძალიან ხშირი სტუმარი იყო. შემდეგ ბოლოს ჩვენ რო ამთავრებდით, ის უკვე სანტოროს მონასტერში ცხოვრობდა კოშკში. ის კოშკი ახლაც არის როგორც მე ვიცი. და ძალიან გვიყვარდა, ძალიან პატივს ვცემდით. ხშირად დავყავდით ზედაზენზე, ჯვრის მონასტერში, შიომღვიმეში. მოგითხრეთ იოსელიანის შესახებ გელათის მონასტერში შევედით, მარჯვენა მხარეს იყო საფლავური ჩვენი დიდი წინაპარი იოანე იოსელიანი. 19 საუკუნის ბოლო წლებში დაიბადა და მოღვაწეობდა მე-13 საუკუნეში. იყო სხვადასხვა თანამდებობებზე მონასტრებში თბილისიდან დაწყებული. შემდეგ გელათში იყო არქიმანდრიტად, შემდეგ ხელდასმული იქნა მღვდელმთავრად, ეპისკოპოსად და გურიაში მსახურობდა 28 წელი. შემდეგ თავისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ითხოვა რომ გადმოიყვანათ გელათის მონასტერში. ანუ გურიდან გადმოვიდა გელათის მონასტერში. ბოლო 10 წელი გელათის მონასტერში გაატარა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულმოწყალებით და ქველმოქმედებით. მისი კურთხევით წელიწადში ორჯერ გელათის ეზოში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე და 8 თებერვალს თავით აღმაშენების დღესასწაულზე იკრიბებოდა ხალხი გელათის მონასტრის ეზოში, გაჭირვებულები, სხვადასხვა სენით დაავადებულები, ომში დაკარგული მებრძოლთა ოჯახის წევრები, ქრიობლები და ათას გვარის გაჭირვებულები, თხოვნილები. და ყველას საჩუქრებდა, ყველას სარჩოს ანოვაგეს, საროდის გააბანდა ხოლმე გელათიდან და ესეთი გულმოწყალებით ეპისკოპოსმა იოანე იოსელიანმა ააშენა ბოლო კანკელი გელათის მონასტერში, სულ თავისი სახსრებით. იმასაც, რასაც ქველმოქმედებას ეწეოდა, სულ თავისი სახსრებით და არა მონასტრის ხარჯზე. ესეც აღნიშნავს ღირსია. და მან ააშენა ეს კანკელი, ბოლო კანკელი, რომელიც შემდეგ
ბოლშევიკებმა დაანგრიეს. მომდევნო წლებში. კიდე თუ არიან სასულიერო პირები იოსელიანი? არის ორი მივართ და ორივე ამ ქალაქში ცხოვრობ წყალტუბოში. ერთი ოტიას ოჯახთან ახლოს გაზრდილი არის მამა გიორგი, წინამძღვარია წმინდა ბარბარეს ეკლესიის წყალტუბოში აქ. ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან კარგი მოძღვარია ღმერთს. მამა, ფიცის კაცებზე რას გეტყვით? ხო, ფიცის კაცების ისტორია ესეთია, რომ დელმონაზონი ლორდ კიფანიძე თუ არ ვწდები ალბათ დაჩი შემისწორებს თუ არა სხვა ახლა მგონია ვინმე შემისწოროს კოწია ლორდ კიფანიძე და ყოფილიყო მის სახელი თუ არ ვწდები თუ ვწდები ბოდიში ფალსენაში და ჩვენი დიდი წინაპრის რომელმაც ითავა ეს ფიცის კაცების შეკრება რა თქმა უნდა სოლომონის დავალებით. თქვენ გახსოვს ეს რა იყო თავარი მიზეზი ფიცის კაცების შეკრების? ბავშვების გაყიდვა იყო. ხო. თქვენ სყიდვა ბავშვების სხვადასხვა ქართულ სოფლებში იპარავდნენ გოგობიჭებს, სულ პატარებსაც და გახავდათ სტამბოლის ბაზარზე გახავდათ სხვა ბაზარზე და იყიდებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი შავი ლაქა აი ბოლო მონარქების სოლომონ პირველ, სოლომონ მეორეს და ამით პერიოდის. და ამის გამო შეიქმნა აუცილებლობა, რომ შექმნილიყო ფიცის კაცები. და ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, რომელსაც მე უფრო ვეყნობი, არა იმიტომ, რომ წყალტუბოელი ვარ, უფრო ისეთი კომპეტენტური ისტორიკოსების წყაროებიდან ვიცი ეს, რომ კოწია ლორდ კიფანიძემ და მას გვერდით ედგა წერეთელი, გვერდით ედგა ორი ძმა იოსელიანები, ადგილობრივები, რომელთა ორგანიზებით მოხდა შეკრება. დღეს ცივი ტბა თუ იცით წყალტუბოში არის ცივი ტბა. აი ცივი ტბის დღევანდელი ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიას. აქ დაიფიცეს ფიცის კაცებმა, მათ სპეციალურად ჩამოასმევინეს ხმლები, ხანჯლები. ეს იმის ნიშნად, რომ ფიცში იდო ესეთი დებულებაში, რომ ცოცხალი მტერს არ ჩაბარდებოდა. აი ეს ხანჯალი იყო ამის გარანტი. და იქ გამოსახული იყო ქართული გერბი, მგლის თავი, გორგასლიანთ მგლის თავი და ესეთი ფიცი ჰქონდათ ესეთი ჩვეულება, რომ წელიწადში სამჯერ იკრიბებოდნენ და აუცილებლად საუფლო დღესასწაულებს, საეკლესიო დღესასწაულებს. მადლობა მამა ამ ისტორიის გაზიარებისათვის და მაინტერესებს კიდე მეტი დეტალი რომ გავარკვიო იოსელიანების შესახებ, ვისთან გამიშვებთ? რა თქმა უნდა, დიდებული პიროვნების, წერალის და არაჩვეულებრივი ადამიანის ოტია იოსელიანის ოჯახში. და კერძოდ მის ვაჟიშვილთან, ჩემს მეგობრთან, დაჩი იოსელიანთან. წყალტუბოში ვართ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში და ბატონ დაჩის გავესაუბრებით ისტორიკოსს. გამარჯობა ბატონ დაჩი. მოგესალმები თქვენს და მაყურებელსაც. დიახ. მაინტერესებს როგორ მოხდით იოსელიანები წყალტუბოში? ხო, მაგი სხვადასხვა მეც მაინტერესებს. და ყველა იოსელიანს აინტერესებს, მაგრამ ძალიან ნაკლებად მაგი ვინმე ვიცოდეს. უბრალოდ ახლა ჩვენ რაც ვიცით იმაზე ვილაპარაკოთ. ახლა წვეხან ისტორიკოსიო ახლა იქიდან ახსენები ახლა მე მაინდა-მაინც ვერ დავდებ თავს ისტორიკოსობაზე, იმიტომ რომ ოდესღაც რაღაცას ვითომ როგორც ჩვენში ყველას რაღაცას ვსწავლობდი, მაგრამ რა ვისწავლე და რა გამოვიდა ჩემგან ისე ამ თავარი ყოველთვის მიყვარს ხოლმე სხვებისთვის მინიშნება, რომ ვილაპარაკოთ ყოველთვის შედეგებიდან გამომდინარე. შედეგი თუ არ კაი, ესე იგი კაი ყოფილა. ჩემი ისტორიკოსობა რა შედეგი არაფერი, ნოლი. ის კი არა, ჩემი გვარის ამბავი ვერ გამიკვევია აგერდა. სხვისას რას გავარკვევ მე. ამიტომ მაგ ამბავი, რავის, მაინც დაუსვათ მაგას დიდი კითხვის ნიშანი. ახლა რაც შეეხება ჩვენი გვარის აქ ჩამოსვლის ამბავს. ჩვენი გვარი ახლა ვინ ჩამოვიდა პირველად და
როგორ ჩამოვიდა, მაგე არავინ არ იცის. იმიტომ რომ ეს არ არის ახლა გუშინდელი ამბავი და დოკუმენტი ამაზე არ არსებობს. ჩვენ რაც ვიცით, რა დოკუმენტიც გაგვაჩნია ხელთ, მაგ დოკუმენტი, რა თქმა უნდა, მაგ დოკუმენტი არა, მაგრამ მისი ასლი და სხვათა შორის ის რაც არის ნაპოვნი, ისიც ასლი არის, ორიგინალი არ არსებობს საერთოდ ეს ვერ იქნა მიკვლეული. ეს არის 1647 წელი, აი ასე არის დათარიღებული. ამას ქვია მამულის ბოძების ასე ვთქვათ სიგელი. ეს საეკლესიო ჩანაწერები რო ხდებოდა ხოლმე ალბათ ეს არ არის, ეს მეფის სიგელი არის, მეფის მიერ გაცემული. ხო, სახელითა დაუსვამოთ ღვთისა და დინის რაღაცა ასე შემდეგ. აგერ ის არ აქვს, წერი აქვს. ჩვენი ქვეყანა იმერეთ შეწუხებული იყო და დადიანი და გურიელი ბანძას შემაგებენ ურუმის ჯარი თან ახლად, ნუ აქ არის ცოტა ისეთი შეცვამები, მე ვკითხულობ ისე როგორც არის, მაგრამ საჭურველთა ჯვარისათა ერთმა მომცან ძლევა გამემარჯვა შენ ჩვენს წინ ხელი გამოიღე შენ უკვე მიმართავს აი ერთ-ერთი იოსელიანს რომელსაც ეს მიეცა ეს დოკუმენტი სისხლი დასთხიე დაჭრილა კიდეც როგორც ჩანს და ორი შენი ძმა ჩემს წინ დაიხოცე და რადგან შენი ერთგულს დავინახე და გვეაჯეთ და ჩვენ ვისმინეთ აჯა ესე იგი უთხოვია ამას და იმასაც შეусმენია მეფესაც და გახსენება შენი ღრთამით სრული გამოგართვით ღრთამი მაშინ ობა რაღაც ძღვენი მიართვა მეფეს ხო თუმცა ხართ ლექტამეობა ყოველთვის იყო და არც მაშინ არ იყო გამორიცხული ნუ პირდაპირ ღრთამით სრულად გამოგართვით კი ბატონო გამოგართვით იმასაც მიუღია ახლა რადგან მეფე მიიღო ღრთამი ახლა მეფე იყო იქ უზენაესი ისა ასე ვთქვათ საჯური და ავი ერყო და რამეს კათალიკოსი ილარიონ ომზეც დაირჩინე ესე იგი ომში გადაურჩენია კათალიკოსი თუმცა ომში რაბულობდა მონაწილეობას ახლა ბარაკი არის ბანძის ომზე სხვადასხვა ეს ძალიან ცუდი ის არის ეპიზოდი არის ჩვენი ისტორიისა ისე როგორც ბაზარეთის ომი და ბანძის ომი ეს არის ორი საშინელი ის არის ასე ეპიზოდი ჩვენი ისტორიისა როცა ქართველი ქართველს შლებს უბოწყალობს ეს არის სამოქალაქო ომი ახლა იმერეთში რა მოხდა იმერეთში მოხდარია ასეთი რაღაცა ეგეთი რაღაცა რომ დადიანი ესე იგი დადიანი აუჯანყდა იმერეთის მეფე ალექსანდრეს გადმოიბირა გურიელი და თანაცო ესე იგი კიდე არის აქ ესე იგი რომ ურუმის ჯარი ურუმი ეს არის თურქები ოსმალები ხო ესე იგი წამოუყვანია ესე იგი დადიანმა ჩათვალა რატომღაც რომ ესე იგი იმერლებზე უფრო ახლობელი და ეს თურქები აღმოჩნდა თურქი იყო ხო ეგეც არის ცოტა ესეთი ქართული ელემენტი ხო და წამოვიდნენ ალექსანდრე მესამეზე ბრძოლა მოიგო ბანძასთან და აი ეს ორი ძმა დაუყულა და ერთი ძმა გადარჩა და აი ამას ებოძა ეს ტიტული და მე არის აქ ჩამონათვალი ესე იგი ეს ტერიტორია აქიდან აქამდე ზუსტად არის ხუთაშორის ავწერილი და განსაზღვრული საიდან სანამდე რომ გადაეცა საუკუნოდ და ასე შემდეგ თელი თავისი ეგეთი პრივილეგიებით ახლა აქ არის ლაპარაკი ხანდახან ძახე ხოლმე ჩვენ გვარს ასე იმაში მოსახლეობაში თავადო ვიწოდებენ ჩვენი გვარი არ იყო თავადო ამას ვიტყვით პირდაპირ არ იყო თავადები მაგრამ არც აზნაურები რაღაცა იყო განსაკუთრებული რა ეს მერე უფრო რაღაც პერიოდის მერე უფრო დაკონკრეტდა და უფრო სახელი დაერქვა ამას აქ ჩანს ესე იგი რომ ძალიან დიდი ერთგულება გამოუჩენია ამ კაცს ამ იოსელიანს ლაპარაკი არის ეზია იოსელიანზე ასეთ სახელით და გვარით ხო და აი ესე იგი ამ ეზია იოსელიანმა რახან ასეთი ერთგულება გამოიჩინა როცა ძალიან ღალატის დიდი შანსი იყო უკვე ხედავთ რომ ესე იგი იმერეთის მეფეს უღალატა იქ ნაწილმა ქართველებმა
ხო და ამ დროს ერთგული კაცი განსაკუთრებულად ფასობს. ხო და აი აქ მოხდა შეფასება გვარებისა, როგორც ჩანს, აქ მარტო იოსელიანი არ იყო, ხოთაშორის მაგის ძალიან საინტერესო არის. მაგის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. სხვა გვარების და რა გვარებზე არის ლაპარაკი, მაგას ახლა ვიტყვი. გამორჩევა ესე იგი სხვა გვარებისგან და მიცემა იმ პრივილეგიისა, რასაც ფიცის კაცები ერქვა იმერეთში. ფიცის კაცები ახლა სხვადასხვა ინტერნეტში არის ბევრი მასალა. ფიცის კაცებში იყვნენ იოსელიანები? რა თქმა უნდა 12 გვარი იყო და 12-დან ერთ-ერთი. ეს არის მეფის უახლოესი გარემოში. ზოგადად ქართველები ვაჭრობის წინააღმდეგ ილაშქრებს. ახლა რა თქმა უნდა ამაზე ხელს იფრობენ ისევე ქართველებიც. საკმაოდ კაი გვარის ხალხი სხვადასხვა საეკლესიო პირები წერილენ ამ საქმეში. 4-დან 12,000-მდე ბავშვი იყიდებოდა ყოველდღიურად დასავლეთ საქართველოში. ხო და აი ამის წინააღმდეგ ილაშქრებს სოლომონი და აი ამ მაშინ შექმნა ასე ვთქვათ სამეფო, რა ვიცი რა დავარქვა, კვანტია დავარქვა, რა ვიცი მისი პირადიტი არის, პირადი დაცვა თუ რაღაცა, ეგეთებს ფიცის კაცები აი მაშინ განსაკუთრებულად წამოვიდნენ იმაზე წინა პლანზე და განსაკუთრებით გამოჩნდნენ, აი ეს 12 გვარი, ესე იგი შეკრა აი ამასთან ყველაფერი ამასთან სამგლოვდა და სხვადასხვა არ მომხდარა არც ერთი შემთხვევა რომ ესე იგი ამ ფიცის კაცების რაღაც ღალატის მსგავსი რამ გაევლოთ გულში. ასეთი რაღაცა არ არის ისტორიაში ცნობილი. არ მომხდარა. ხო და წარმოიდგინეთ ახლა რამხელა რაღაცა ამიტომ ეუბნები ხოლმე ხალხს რომ რაღაცა გამართლება ჩვენ არსებობას აქვს რაღაც გამართლება რაღაც პატარა მცირედ დამსახურება გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე მეთქი და მიამაყება მეთქი ესეთი მადლობა იმ 12 გვარს და იმ იოსელიანს რომელმაც მიიღო მონაწილეობა შორის შეძლო იმ სოლომონმა შეძლო რომ ეს აკვეთა ეს ამბავი მამაზე რას გვეტყვით რას გაიხსენებთ ხო და გვართან დაკავშირებით როგორ უყვარდა მას მისი გვარი ეს საერთოდ ძალიან უყვარდა ხშირად გამოთქვა ეს გვარზე ხტის ისი გორის ახალი ზოგი ხალხის გაზრდილი ჩვენი დასკოსები და გვართან დაკავშირებით რაც იყო ყოველთვის იგანებდა ხოლმე. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ერთ ძალიან საინტერესო დოკუმენტს, სადაც მასაც აქვს ძალიან დიდი ის აქვს მუშაობა ჩატარებული ამ დოკუმენტთან შესაძლოა სხვადასხვა მისივე დაწერილი არის ეს საგვარეულო ძალიან ლამაზად წერდა სხვადასხვა ხატა უფრო სწორად ეს ნახატი უფრო არის ნახატი ასოებია ხო ეს ახლა ერთ-ერთი დოკუმენტი არის ამაში მაგრამ ეს არის ესეთი აი აქაც მისი ნაწერია ეს მისი ხელით არის წინაპართან შთამომავლობა აი აგერ არქივში იყო ესეთი ხო ესე იგი აქ რაც ხდებოდა ამ გვართან დაკავშირებული ყველაფერს ამ საქაღალდეში საქაღალდე არ არის ეს არის ისა რაც არის ახლა მოგახსენებთ ხო ყოველთვის ესეთი რაღაცა დაარდა ხო საგვარეულო რა არის ახლა საგვარეულო და რა ხდება ამაში იოსელიანი ოტი აგერ ფაქტით არის მერე სანახავია ვლადიმერ იოსელიანი ესე იგი ამ სანახავია ვლადიმერ იოსელიანი შეიძლება რაღაცა იცოდეს ამასთან დაკავშირებით და დაჩიკო იოსელიანი რო არ დავიწყებოდა მოსახლეები მოინიშნა ხო ესენი ახლა ამათგან ესე იგი ინფორმაცია არ არისო აქ ყველაფერი საინტერესო არის თამაშში ხო ეს ახლა ძალიან ძველი არის ალბათ 60-იანი წლები გასული საუკუნისა ხო ერთი გადავავლოთ თვალე აი სამუშაო ვარიანტი აი ეს არის აგერ ესეც მისი ნაწერია ხალხ ცნობნის და აი ეზია იოსელიანი ეზია იოსელიანი შემდეგ არის ეზია იოსელიანი არის ორი შვილი ძალიან და სეხნია და მე მიდის და აგერ უკვე რანაირი ამბავი არის ახლა შეიძლება დავუჩვენოთ 1 2 3 4 მან ასე ვერი 10 11 თაობა არის დაახლოებით რამდენი იქნებით სულ
იოსელიანები? ახლა ახლა მაგვარების ის ხო მოხდა ახლა ალტერის მეხედით და ვიცი რაღაც 3000-ზე მეტი არიან. კინორეჟისორ იოსელიანზე რას გითხრათ? ოტარი ჩვენია. ოტარი ჩვენი არის აი ამაში ახლა არის ამაში. წალტობოდან არის. რა თქმა უნდა წალტობოდან არის. რას გამორჩევდით მის ნამუშევრებში? მის ნამუშევრებში ახლა მაგის ნამუშევრები პირველ რიგში რა თქმა უნდა კინო არის. ის გარდა კიდე აგედა სხვა რაღაცები, ხოლმე და ასტურიო. და ნიჭიერი კაცი იყო, ჩადაჭი, ეს აუცილებლად ესეთი უჟმური იოსელიანი და უჟმურები არიან, გაცული და გული ხალხი. ხო და ეს უჟმური. ო საუციერებლად პანდავაიც ესეთი იყო, ხახები მაგრამ ხოდა რაღაცა გავისწორე, რამოსაუბრე იყო და აცოდე და ესე იგი არ ნახო. ხო, ნამუშევრებში რა, მაგის ნამუშევარი ახლა იყო შარში მგალობელი. აი მაგისა შეიძლება დაასახელო ახლა მაგალითად სოფლიო კინოს ნიმუშად გააგზავნო სხვა პლანეტაზე. უვიცოთ როხა სოდადნიერობა შენთან ხოფნიტა ვიმილიდგებხა მაისის დღესა კიდე სად არიან გამრავლებულები იოსელიანები? ჩვენ ვიყავით ლახირში, მულახის თემში, სვანეთში, ჩამოვიდით წყალტუბოში თქვენთან და კიდე სად არიან? არის სხვადასხვა ძალიან ჩვენდა გასაგვირად ყოფილა სამეგრელოში იოსელიანები. ორი იყო ეს ახლა ჩემთვის პირველად როცა 70-იანი წლები იყო გასული საუკუნე, მეგონა ფერედიანს ყოფილა ეს იოსელიანი. 1953 წელს პერეიდანში ხო შედგა ეს შეხვედრა სამეულის სალი რუზველტ ჩერჩილი ხო შეიგო. ხო და აი პერეიდნალებმა ახლა ისეც არა მაგისტრი. მაშინ დელეგაცია მიუგზავნეს სალი. ახლა ეს იყო რომ ისა რაღაც საქართველოში გადმოსახლებასთან დაკავშირებით და გადმოსვლასთან დაბრუნებასთან უბრალოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით საკითხებზე მიუგზავნა დელეგაცია. ამ დელეგაციის ხელმძღვანელი იყო სეიფული იოსელიანი, რომელიც შეხვდა სტალინის სხვათა შორის და ისაუბრეს ყველაფერ ამაზე, მაგრამ მე მაგისთვის მოიცალა უბრალოდ. ესეთი ამბები ათქმა, ომი დამთავრდა, მაგრამ ომის დამთავრების მერე რა ამბები წავიდა. ბატონო დაჩი, დიდი მადლობა იოსელიანების ისტორიის გაზიარებისათვის და ჩვენ ვეცდებით შევხვდეთ ვინმე ფერეიდნელ იოსელიანს, რომ იქნებ მეტი დეტალი იცოდეს ფერეიდნელი იოსელიანებზე. მოგესალმებით, მე ვარ გვანცა იოსელიანი, ვარ ფერეიდნელი ქართველი. ჩვენ ფერეიდნელი ქართველები, როდესაც ვსაუბრობთ და ვახსენებთ გვარს იოსელიანის, ძალიან ბევრს უჩნდება ის კითხვა, რომ მაშინ ხო ძირითადად კახეთიდან გადაასახლეს ქართველები ფერეიდანში და იოსელიანი როგორ მოხდა ფერეიდანშიო. მოდით ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ იოსელიანი არის ერთადერთი გვარი ფერეიდანში, რომლის ფორმატს არ შეიცვალა. გეცოდინებათ, რომ ფერეიდანში დღემდეც აქვს შენარჩუნებული გვარები, თუმცა და არსებობს ქართული გვარები, თუმცა ცოტა ფორმით არიან შეცვლილი და იოსელიანი არის ერთადერთი გვარი, რომელიც იგივე ფორმით დარჩა და დღესაც არის იგივე ფორმით იოსელიანი. თუმცა იმაზე საუბარი, რომ საიდან და როგორ მოხდნენ ფერეიდანში, ფაქტიურად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ როგორც იცით 4 საუკუნეზე მეტი უკვე გავიდა და იმაზე საუბარი, რომ ჩემი მაგალითად ჩემი წინაპრები მაშინ სად და როგორ გადაადგილდებოდნენ და როგორ მოხდნენ ფერეიდანში, ამაზე არანაირი ისტორია არ არსებობს, არანაირი იმიტომ რომ ვერ დაადგენ ამას და შეუძლებელია ამაზე რამე ისეთი დადასტურებული და დამტკიცებული ისტორია იყოს. თუმცა ვიცით, რომ როგორც ახლა მე-16 საუკუნეშიც ეს გადაადგილება არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, მაგალითად სვანები ცხოვრობდნენ კახეთში, კახელები ცხოვრობდნენ დასავლეთ საქართველოში და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ მარტო კახეთიდან გადაასახლეს ხალხი.
თუმცა ეგრე არ არის, მარტო კახეთიდან არ არის და რაღაც კონკრეტულ ადგილიდან, მესხეთიდანაც არიან, ქართლიდანაც არიან და ძალიან კიდე სხვადასხვა ადგილებიდან. ამიტომაც იმის დადგენა, რომ ვინ საიდან და როგორ მოხდა ფერეიდანში არის შეუძლებელი. თუმცა მთავარია, რომ ყველამ ვიცით ჩვენი გვარები და დღემდე გვაქვს შენარჩუნებული. აქვე რადგან დღეს თქვენი გადაცემა ამჯერად ეძღვნება იოსელიანებს, არ შემიძლია რომ ერთი ძალიან გამორჩეული იოსელიანი არ ვახსენო, ის იყო სეფოლახან იოსელიანი, იყო ძალიან განათლებული და გავლენიანი კაცი, რომელმაც 1922 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში, მოინახულა თბილისი და უკან დაბრუნდა და ძალიან დადებითი ემოციებით იქ ფერედნელ ხალხს ესაუბრა საქართველოზე. და თუმცა იქაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთებია ხალხისთვის, მაგალითად პირველი სკოლა ააშენა ფერეიდანში და ასე შემდეგ. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნება თუ ამ გამორჩეულ იოსელიანი ფერეიდნელს ვახსენებთ თქვენ გადაცემაში. და აქვე მინდა როგორც ფერეიდნელი ქართველების და განსაკუთრებით იოსელიანების სახელით თბილი მოკითხვა გადმოგცეთ საქართველოს ქართველებს და განსაკუთრებით იოსელიანებს. ძალიან გვიყვარხართ და ბედნიერად იყავით. ქართული გვარების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ იოსელიანთა საგვარეულო. მათი განსახლების ძირითადი არეალია ზემო სვანეთი, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, ფერეიდანი. იოსელიანები შუა საუკუნეებში ქართული საზოგადოების მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლები იყვნენ. სვანეთში ისინი ვარგის ტიტულს ფლობენ და ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებენ სვანეთის სოციალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სვანური წერილობითი დოკუმენტების მიხედვით მე-14 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული იოსელიანები სვანეთში მიმდინარე ყველა ძირითადი პროცესის აქტიური წარმმართველები და მონაწილეები არიან. ფლობდნენ დიდი ფართობის მიწებს. მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავს იოსელიანთა საგვარეულოს, მათ შორის გმირი მეომრები, იოროსლავ იოსელიანი, აფხაზეთის ომის ეროვნული გმირი ავთანდილ იოსელიანი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია იოსელიანთა საგვარეულოს წარმომადგენელთა სამეცნიერო მოღვაწეობა. სამეფო კარის ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ნაშრომები გამორჩეულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. იოსელიანები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მრავლად მოღვაწეობენ. იოსელიანებმა თავიანთი კვალი დაამჩნიეს ქართულ მწერლობას, ხელოვნებას, ინტელექტუალურ სპორტს. მსოფლიო დონის მოჭადრაკე ნანა იოსელიანი, გონებამახვილობით გამორჩეული მწერალი ოტია იოსელიანი, ევროპულ კინემატოგრაფიაში აღიარებული რეჟისორი ოთარ იოსელიანი. იოსელიანების გვარი ფიცის კაცების ჩამონათვალშია მოხსენიებული.